როგორ დავამუხრუჭოთ სწორად? სანამ დამუხრუჭებაზე ვარჯიშს დაიწყებ, უნდა იცოდე ის, რომ წინა მუხრუჭი არის ძირითადი მოტოციკლზე, ხოლო უკანა დამხმარე. ასევე უნდა იცოდე ის, რომ უკანა საბურავი ძალიან მარტივად იბლოკება, ამიტომაც ძალიან ფაქისად უნდა ვეფოფინოთ უკანა მუხრუჭს, რომ არ მოგვიცუროს ერთი ადგილი მოტოციკლიდან. ექსტრემალურად დამუხრუჭების დროს პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის გაზის სახელურს ვხურავთ და წინა და უკანა სატერფულს და სახელურს ვაწვევით, ოღონდ არა იმპულსურად. არამედ ეტაპობრივად და ნელ-ნელა, ისე რომ არ ჩაგვიკეტოს წინაც და უკანაც საბურავი, რაც იწვევს მოტოციკლის მოცურებას და ჩვენს ფორთხიალ სირს. ასევე უმჯობესი იქნება თუ სეპლენის, იგივე კონუსის სახელურს თუ არ შევეხებით იქამდე, სანამ სიჩქარის ჩამოყრა არ დაგვჭირდება. რადგანაც უმჯობესია, რომ უკანა საბურავი იყოს ძრავთან მოდებაში, რაც ართულებს უკანა საბურავის დაბლოკვას. მე როგორც შემიძლია ისე აგიხსენეთ, ჩემზე უფრო მეტი პროფესიონალები კი დააკომენტარებენ. მშვიდობიანი გზა ყველას.